დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა სამკურნალო საშუალებების რეგისტრაცია და დისტრიბუცია, ევროკავშირის სტანდარტების დამკვიდრება, ლიცენზიების ხარისხის კონტროლისა და სხვა მიმართულებით. ღონისძიების ორგანიზატორები შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დასვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და გლობალური ალიანსი არიან. დავით სერგენკოს განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა იმ სამუშაო ციკლის შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანიც უახლოეს პერიოდში საქართველოში ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების არსებობაა. ეს არის ის რეგულაციები, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ დღეს და უახლოეს სამუშაო დღეების პირობებში, რომელიც აუცილებელია, რომ შემოტანილი იქნას ქართულ კანონმდებლობაში იმისათვის, რომ მიღწეული იყოს მთავარი ამოცანა, კონკურენტული და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის არსებობა ქართულ ბაზარზე.